ძალიან რთული არის ხოლმე კონფლიქტის პირობებში აღწერო კონკრეტულად რას ნიშნავს გამარჯვება ან დამარცხება. ამ კონკრეტულ სცენარებში რუსეთი რას აღიქვავს გამარჯვებად და უკრაინა რას აღიქვავს გამარჯვებად? ობიექტურად მაგალითად დღევანდელი შეხების ხაზზე რომ მოხდეს დაკონსერვება კონფლიქტის და რუსეთი ამას უარსამოს ის ამტკიცებს რომ მე ჩემს კონსტიტუციაში ჩავწერე ეს ტერიტორიები და მორჩა უნდა მომცეთ. ესეც რომ მოხდეს პუტინისთვის ეს არა გამარჯვება ეს გაასაღებს ამას გამარჯვებად მაგრამ რა თქმა უნდა ეს გამარჯვება მაინც და მაინც არ არის იმიტომ რომ სულ სხვა მოლოდინების შექმნა მან და ამხელა მსხვერპლი გაიღო და ეს მაინც და მაინც გამარჯვება არ იქნება ის გამოაცხადებს როგორც თქვა ამას გამარჯვებად მაგრამ მე იფიქრებს იმაზე როგორ დააღწიოს თავი გარდაუვალ შიდა უკმაყოფილებას რომელიც მოყვება მაგრამ ეს ომი რო შეწყდეს აი ნახეთ პუტინმა საკმაოდ წარმატებულად გადაიყვანა რუსული ეკონომიკა სამხედრო საომარ რელსებზე სანქციების მიუხედავად